ისე მოხდა რომ გია გაჩეჩილაძე როა უცნობი გია გაჩეჩილაძე მასზე უნდა ვილაპარაკო კიდევ ერთხელ სამწუხაროდ ჩემ და სამწუხაროდ არა და თუ თლად გულახდილი ვიქნებით თქვენს წინაშე გია გაჩეჩილაძე უცნობი არ იმსახურებს ესოდენ დიდ ყურადღებას არ მინდა მეთქი დიდ ყურადღებას არ იმსახურებს და მით უფრო არ იმსახურებს იმის გამო რომ ის ყოველდღიურად პრაქტიკულად არ ვიცი აჭრილია თუ ჩაჭრილი როა გასაგებია ის ყოველდღიურად ხრეთს და ხრეთს ფსკერს ერთმანეთზე უარეს განცხადებებს აკეთებს და სოფლიოში და საქართველოში იმდენი სხვა ამბავი ხდება რომ ყოველდღიურად გია გაჩეჩილაძეზე ყურადღების გამახვილება მისთვისაც თუ გულახდილები ვიქნები დიდი პატივია და საზოგადოებაც ალბათ არ უნდა დაღალო გაჩეჩილაძეზე საუბრით მეორე მხრივ თუ მესამე მხრივ ეს კაცი გვაძლევს საინფორმაციო მიზეზებს ამიტომ მე დღევანდელ ამ ვიდეო ბლოგში ვეცდები ერთის მხრივ ვისაუბრო მასზე მაგრამ ვეცდები კი არა რომ განვაზოგადო სათქმელი და საინფორმაციო მიზეზი მან კი მოგცა კიდევ ერთი სიგიჟე თქვა რა კიდევ ერთი საინფორმაციო მიზეზი მოგცა და მასზე მომიწევს საუბარი მე ვიდეოსაც გაჩვენებთ მაგრამ უფრო სხვა კონტექსტშიც განვიხილოთ ხელისუფლებას წოდებულ ბანდაზე უფრო ვილაპარაკოთ ვეცდები მათზე ვილაპარაკო და ვილაპარაკებ კიდეც ეხლა მე გაჩვენებთ ვიდეოს ჩემი აზრით ერთ-ერთ ყველაზე ამაზრზენ სიტყვას არა მხოლოდ მისი მხრიდან არამედ რაც კი უთქვამთ ამათ ყველას ხელისუფლებას წოდებული ბანდიდან ან ოფიციოზიდან ან მათთან ერთად ყოფებიდან ხო ეს ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი არა ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი სიტყვაა რაც კი მომისმენია პერსონალურად მე ამ 12 წლის და ვინც ის იქნება უფრო მეტის წლის განმავლობაშიც განვიხილოთ ეს ვიდეოც და უკვე შემდგომ გადავიდეთ დავარ სათქმელზე მზია ამაღლობელსაც დავარწყავდი პანჩურს რა და გამოვაგდებდი რა ესე ვთქვათ ვითომ ეს მედიის კორიფეს რა რომ ესე ვთქვათ სახაროვის პრემია ჩვეულებრივ მოძალადია პოლიციურ დაარტყა ცილა რა ყველა მიწის ეგ ამბავი ხო და ყველა ნახა ეგ ამბავი რა მედია ვისაში ჭირდება შენი მედიები ხავთ ეგ გრიგოლიები და ქვეყანა მედიები ვერც ვერ ეკეთებენ მზია ამაღლობელს რა უნდა გაეკეთებინე ერთი მითხარი რა ვინ იცნობდა ვაფშე მზია ამაღლობელს სახაროვის პრემია აგარები ხართ რა როგორც ზურა გირჩი ჯაფარიძე გამოუშვით პანჩური და ესე უნდა გამოუშვით ეგეთი გეუნებით მე თქვენ მიმართავს ხელისუფლებას წოდებულ ბანდას ხედავთ თქვენ პანჩურით გამოუშვით თქვენ გამოვუშვითო შესაძლოა პირველ პირშიც ამბობს ამას ზურა გირჩი ჯაფარიძეო და უკლებლივ ყველაო უნდა გამოვუშვათ თუ გამოუშვათ სწორედაც რომ პანჩურითო ამას ამბობს ამიტომ არის ეს ერთ-ერთი ამაზრზენი სიტყვა რაც კი მომისმენია მე არის თუ არა ეს უცნობის აზრი როგორ გონიათ არა მეგობრებო გაჩეჩილაძემ რომელმაც ეს თქვა ის განწყობები გაგვიმხილა რეალურად რომელებიც არის ხელისუფლების ვიწრო წრეებში რომლებთანაც მას აუცილებლად აქვს ურთიერთობა როდესაც საღამო ხანს შეიკრიბებიან ხოლმე ეს და კალაძე ეს და არ ვიცი რამდენად კობახიძე მაგრამ ეს და რაღაც ბანდის ვოლსკი ასე მაგალითად წევრები ვოლსკი და სხვა წევრები ამ ბანდისა მაგრამ თუ ამაში ვცდები და ვოლსკის იშვიათად ნახულობს და კალაძეს კიდევ უფრო იშვიათად აუცილებლად ის ყოველდღიურ რეჟიმში ან ორ დღეში ერთხელ მაგალითად ნახულობს ხელისუფლებად წოდებულ ბანდასთან უფრო ახლო მყოფ სხვა პირებს მაგალითად გოგა ხაინდრავას მაგალითად ზაზა შათირიშვილს ბიზნეს კარზე დაწინაურებულებს ასე ვიტყვი მათთან სულ მინიმუმ არის ეს განწყობები ამოვარტყათ პანჩური ჭიტლაყი წიხლი ამოვარტყათ პატიმრებს და ისე გავუშვათ საპატიმროდან ღირსება უნდა შევულახოთ ეს არის მათი არსი მათი ფიქრი აი ეს უნდათ სწორედ რაღაი ბოდიში არ მოიხადა 150 პატიმარი გყავს ხო სინდისისა დაახლოებით არც ერთმა მათგანმა კარგმა უფრო მართალმა მეტად მართალმა ამიტომ მოდი როგორღაც დავამციროთ ეს ადამიანები ოჯახის სიწმინდეში რომ არ ჯდება ეს გასაგებია მაგრამ არც ქრისტიანობაში ქრისტიანულ მორალში რომ არ ჯდება კი არა პრინციპულად ეწინააღმდეგება ამ ქრისტიანულ მორალს ხო ეს ხომ ფაქტია მესიჯი პანჩურის ამორტყმით პატიმართა განთავისუფლების შესახებ ხო რასაკვირველია სახელისუფლო
მესიჯია კვლავ ვიმეორებ ხაინდრავა ხელისუფლება ამ შემთხვევაში ძალაუფლების ხო ხელისუფლების მიღმა ძალაუფლების კვერთხის ერთგვარი მფლობელი დაწინაურებული ვითომ ექსპერტი თუ მიმომხილველი თუ ასე შემდეგ რაც არის რა მნიშვნელობა აქვს რეალურად კი კგბ-შნიკია ხელისუფლება წოდებულ ბანდას სწორედაც რომ ღირსების შელახვა უნდა მეთქი ამის თქმა მინდა და კიდევ ერთი ამბავი რასაკვირველია ეს არის სნობური დამოკიდებულება მზია ამაღლობელს ტყვილა არ ახსენებს მას თბილისელს გია გაჩეჩილაძეს და ამ თბილისელთა ელიტას თუ სნობების ელიტას ვაკურ ელიტას ეჯავრებათ სწორედაც რომ პროვინციიდან პროტესტის მონაწილეები მზია ამაღლობელი და სხვები ვინც თბილისურ კასტაში არ არის სნობური ელიტა ფიქრობს რომ ის პროვინციელი უნდა იყოს თავდახრილი პროვინციელი არ იმსახურებს მათგან არაფერს გარდა ჭიტლაყისა გარდა პანჩურისა პანჩურ ამორტყმული მოქალაქეები უნდა ჰყავდეს რომლებსაც მერე უკვე დასცინებენ როგორც პროვინციელებს და როგორც პანჩურ ამორტყმულებს დაჩაგრავენ მეთქი ახლა ვიკითხოთ მხოლოდ მზია ამაღლობელზე ან ყველა იმ ადამიანზეა საუბარი ვინც პროვინციიდან არის მათთვის პროვინციელი არის ეგრა მაგის პასუხი არა თუ თემქელი გლდანელი თუ პონიჭალელი ხო პირობითად ლაპარაკობ ანუ თბილისელი მაგრამ აი გარე რეგიონები გარე რაიონები არამედ საბურთალოელიც კი არის თუ ვინმე პატიმარი ალბათ იქნება ისიც კი პროვინციელია ისიც კი არავაკელია და ვაკუსნობურ პალაჟენიეს ქმნიან ეს ჭორვილისტანში მოხვედრილი ვაკელის სნობები ეზიზღებათ რა ყველა დანარჩენი მაგრამ აი მაგალითად კი ახლა ვიკითხოთ მხოლოდ მზია ამაღლობელისთვის პანჩურის ემეტება პანჩური გაჩეჩილაძეს თუ ასევე ყველა პროვინციელისათვის პროვინციიდან მოქალაქე პროტესტის მონაწილეებისათვის ან ამ გავაკელებულმა ჭორვილისტანმა რა უნდა გააკეთოს მხოლოდ პროვინცია უნდა დასაჯოს სხვა რედაქციით ჩამოვაყალიბებ ამ კითხვას მოდიში ვიდრე ამას ვიტყოდე მანამდე აღარ ვილაპარაკებ იმას ლიტერატურულ პერსონაჟს ლიტერატურულ ნაწარმოებებს ხوار დაგისახელებ და ავასახელებ მათთვის გაუგებარი იქნება პრაქტიკულად აგრეთვე სტუმარ მასპინძელზე რომ ვილაპარაკოთ არლამსაც შეეწირები რეალურად ესენი ბიზინა კი ცოცხალია მაგრამ ამბობენ რომ ბიზინას უნდა შეეწიროთ ბიზინას შეეწირებით ხო და ცდილობენ რომ დაკლან ადამიანები მორალურად დაკლან და აი ფიზიკურად დაკლის შესაძლებლობა რო ჰქონდეთ დარწმუნებული ვარ რომ არ დაიშურებდნენ ტყვიას თუ ხელშის გამოუსვამდნენ დანას დაუბრუნდეთ ისევ იმ თემას უბედავს კი ის გაჩეჩილაძე იმ პატიმრებს რომლებიც რეგიონებიდან არ არიან ამას უბედავს დედაქალაქიდან პატიმრებს ფონიჭალელს თუ გლდანელს ამას გაუბედავს მე ზუსტი პასუხი არ აქვს მარტივად რომ ვიკითხო აი ანდროს თემა აქტუალური იყო უბედავს კი ის ამას ასე მაგალითად სწორედ ანდრო ჭიჭინაძეს და ანდრო ჭიჭინაძის ოჯახს მე არ მაქვს პასუხი კვლავ ვიმეორებ ანდროს თავარი დანაშაული მათეული გაგებით არის ისიც რომ ანდრო ამ პროვინციელებთან ერთად ზის ანდრო გაპროვინციელდა ეს სიმპათიური ვაკელი ახალგაზრდა კაცი ხო როგორ დაეშვა უცნობისეული და ვაკურსნობურ ჭორვილური გაგებით იმათ დონემდე პროვინცია მათ შორის თბილისელ პროვინციელთა დონემდე ამ სიტყვას არ ამბობენ ხმამაღლა და მესხადი არ ვამბობ რომ ესე ფიქრობენ სუნიანებამდე როგორ დაეშვა ანდრო რომელიც ვაკელია მან უღალატა ვაკის სუბკულტურას მას ეზიზღება სწორედაც რომ რა იყო ინგა ხო ბიზინა ინგა კარდახობს ბიზინა არის მათი ბიზინას ეზიზღება მეორე მხრივ ვაკე მაგრამ ბიზინას უნდა რომ იყოს სოლოლაკელი ხო თუ ვაკელი არა სოლოლაკელი მაინც ეს კომპლექსი რასაკვირველი აქვს ხო აბა ანდრო შეეძლო ყოფილიყო ბომონდის მათი ბომონდის წევრი ელიტის წევრი სვეტსკის სასტავის წევრი უპროტესტო ჯგუფის კონფორმისტი ჯგუფის ანუ უცნობი ყველაზე უფრო მეტად ვისაც შეეძლო პატიმართაგან სწორედაც რომ ანდროს შეეძლო მაგრამ ანდრომ სხვა გზა არჩია შეუპოვრობით პირველ ყოვლისა
ამ დროს შეეძლო ელოცა შალვა კეკელიას მრევლი ყოფილიყო შალვა კეკელიასთვის აღსარება ეთქვა როგორც ესენი ამბობენ განა არა ეუბნებიან ლუი ვიტონი ბოსი თუ გუჩი ლუი ვიტონით საბოსით გუჩის თუ კიდე არის ბოსის საბოსით მოკლედ ძვირადღირებული სამოსით შემოსილიყო და აი უცნობისეული გაგებით ანდრო მოხდა სუნიანებთან უცნობისეული გაგებით კვლავ ვიმეორებდა რაღაი მოხდა ან ახლავე უნდა ამოვარტყან ჭიტლაყი ისიც იმსახურებს ჭიტლახს პანჩურიანო ან კიდევ მისცენ შესაძლოა კიდევ აძლევენ შანს ეს ეკაჭიჭინა აზეები უცნობები ნიკუშა შენგელაიები ხაინდრავები მათგან დიდი ნაწილი FSB არა მარტო ბიზნეს არამედ FSB-ს აგენტიცაა გაემიჯნე პროვინციელ ცეცხლაძეს გაემიჯნე პროვინციელ ამაღლობელ სხვები არ მახსენდება უბრალოდ და პროვინციელსაც ამ შემთხვევაში მათეული გაგებით უარყოფითი კონოტაციით ვამბობ თუმცა მე პირადად ასაკვირველია უგლებრივ ყველას ყველა რეგიონს ყველა ქალაქს ყველა სოფელს ყველა ადამიანს ყველა მოქალაქეს პროტესტის ყველა მონაწილეს აპატიმროში ყოფებს ყველას გულს ვუდებ და პატივს ვცემს და გახდი ჩვენიანი დაბრუნდი წიაღში ეს არის მესიჯი ანადა ეს ანდრო თუ მაინც და მაინც მასზე უნდა ვილაპარაკოთ ხო არ ემიჯნება ამით ადასტურებს ის თავის დიდკაცობას ადამიანია მოქალაქეა ვაჟკაცია პატრიოტია და აი ხა ძალიან მნიშვნელოვან სიტყვას ვიტყვი ანდროს უყვარს აი ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა ამის იქით არაფერს არ ვიტყვი თქვენის ნებართვით მე კი მათი გამკვირვები ალბათ არ არის სწორი ხო მე თუ თქვება გული მეთქი ეს უფრო სწორია ვინც წესით იცის რომ უცნობის სიტყვა პანჩური ამოვარტყათ მზიას არის რეალურად საშინელი სიტყვა მზიას თუ ამოვარტყავ პანჩურს მაშინ ანდროსაც უნდა ამოვარტყა და მე მათი გამკვირვებია გული მე თუ თქვება ვინც იცის რომ ეს საშინელი სიტყვა და საშინელი ქმედება იქნებოდა თუ იქნება მაგრამ ლოცულობს და არა გია გაჩილაძის გამოსწორებაზე სხვათა შორის არამედ ლოცულობს იმ კეკელიასთანაც დადის მათი მიგვირს სიმართლე გითხრათ რომელიც ასე ღიად ალბათ უცნობსა თუ სხვებს არ ეუბნება რომ პანჩური ალბათ პანჩურის ღირსია მზია ამაღლობელიო მაგრამ არც იმას არ ეუბნება რომ ასეთი რამე არ თქვაო დარწმუნებული ვარ ამაში არ თქვა და არ ქმნაო არ გააკეთო ხლიცინებს კეკელიას კონკრეტული კეკელია შესაძლოა არა რომელიმე სამღვდლო პირი ამგვარ სხვათა ღირსების შემლახავ სიტყვაზეც კი უტარებს ასე ვიტყვი მე მათი გამკვირვებია კი არა გული მე თუ თქვება ვინც კეკელიასთან დადის ამასობაში და მაგალითად საუბრობს ბასილი იოანე ოქროპირის ბასილი დიდის ციტატებით შემიძლია 1-2 მეც გავიხსენო ბასილი დიდის ციტატა თუ იოანე ოქროპირის ოღონდ კვლავ ვიმეორებ თან ეს სიტყვა ამ სიტყვაზე პანჩური ამოვარტყათ მზიას ანუ ანდროს ანუ ზვიაც ანუ ონისეს და სხვებს ამაზე არაფერს არ ამბობენ ეს ადამიანები გულში ვინც ის იქნება იწონებენ კიდეც ანუ დეგრადირებული უცნობისკენ არ არიან და ბოლოს სიტყვა ახლა ამ ვიდეო რგოლისა მე არ ვიცი უნდა თქვა თუ არა არ მაქვს ფიქრი ერთი სიტყვის წარმოთქმის თაობაზე ეს სიტყვა მე რო წარმოვთქვა ჩემსა და ზოგიერთ შორის ბევრ შორის მოციქულად აქცევს ტყვიას აკაკი გამახსენდა ახლა და მე ამ სიტყვას აქედან გამომდინარე არ წარმოვთქვა ალბათ არ ღირს ამ სიტყვის წარმოთქმა დავდუმდები ახლაც ყველა სინდისის ყველა პატიმარს გაუმარჯოს თბილისელებს ვაკელებს და არა მხოლოდ თბილისელ ვაკელებს არამედ უკიდურესი რეგიონიდან აი არასოდეს რო არ ყოფილვართ არც ერთი ჩვენგანი იმ რეგიონიდან რო არიან მათაც
ადამიანებს, რომლებსაც უყვართ